რა იგეგმება მიმდინარე წელს დედაქალაქში. თბილისის მერიაში 2026 წლის პირველი სხდომა გაიმართა და კახა კალაძემ იმ პროგრამებზე და პროექტებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც მერია წელს გეგმავს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები და სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს მიმართულებები არის განხორციელებასაც თბილისის მერია აპირებს. კახა კალაძე გეგმავს, რომ საზოგადოებას დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია მომდევნო მთავრობის სხდომებზე მიეწოდოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობით დაუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ვისაც ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დაუდგეთ, ხელი შეუწყოთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში არის ასახული ყველა ის პროგრამა, გინდ ჯანდაცვის მიმართულებით, გინდ სოციალური მიმართულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.